მე გადაიღეთ ჩიფსების თაობაზე დაფუძნებული ფილმი, ანუ რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, 1 და 2 და აი ეს როგორ გადაწყვეტილება როგორ იქნა მიღებული, როგორ მოხდა? იცი რა, ტენდენცია იყო, მაგიც პრინციპი ახაც არის. არის. რომ რაღაცა წარმატებული სერიალი თუ გამოვიდა, აუცილებლად იმას მოყვება მე ან სპინ-ოფი მოყვება, ან რაღაცა შესამზადებელი ფილმი შემდეგი სეზონისთვის. და ანუ მაგ ამბავში მოდი არ დავარღვიოთ კორ თემა იმაში, რომ პერსონაჟები იყვნენ, მაგრამ მოვიგონოთ რაღაცა სიტუაცია, იმიტომ რომ ამ ჩიფსების თაობასაც სიტკომად ვიღებდით. ანუ ის one camera თემა არ იყო. რაღაცა შეიძლებოდა ჩაგვესვა იქ ცალკე გადაღებული, მაგრამ ძირითადი გადაღება მაინც იყო პავილიონის გადაღება და კინოც მოგვინდა ეხა რა, რაღაცა ხვდები ერთი და იგივე ტკეპნა რომ ხდება შენთვის უკვე აი სიტკომი მithumetes. ვიფიქრეთ ჯერ ხო არ გავაკეთოთ ეს one camera კინოსნაირი სერიალი. მე რახან მაგის თემაც უნდა გვესწავლა რაღაცა, მოდი კინო უფრო კარგად ვიცით, იმიტომ რომ კინოები ნანახი გვაქვს. თან ახლა წარმოიდგინე ამას პარალელურად ხო ვაკეთებთ ამ ახმოვანებას და პრემიერა ალბათ საქართველოში ერთ-ერთ პირველს მე მქონდა ნანახი, იმიტომ რომ ამის სანამ ოფიციალურად ვინმე ნახავდა, ამას უყურებდი ჩვენ. ხო და ნუ აქედან გამომდინარე ტელევიზიაში ნამუშევარ ადამიანს თვალე სხვანაირი გაქვს, ხედავ ოპერატორი როგორ მუშაობდა რაღაცა და ეგეთი რაღაცეების გამო, ბევრი ეგეთი ინფორმაციის გამო მოგვინდა რა. ნუ ახლა რა თქმა უნდა კინოს თემაში პროფესიონალი ხალხი დავეხმარეთ, ხმაც, გამოსახულებაც, ოპერატორიც ყველა ტექნიკურად აღჭურვილი ხალხი ყავდა, კაი ხალხი ყავდა, მაგარი ყვაყოფილი ვარ როგორ იმუშავეს ფილმზე. ნუ ბევრ ფილმზე ნამუშევარი. და სკრიპტიც დავწერეთ ისევ ჩვენა. სკრიპტი და თვითონ ეს ფილმის სიუჟეტი არის კარგად რა. ჩასმული თავის ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე აქ თავის წესებში, იმებში არის რაღაც ყველაფერი რა, ინციდენტი და ყველაფერი. მიზანი ბავშვის დაკარგვა. მიშა იყო მაგის გუთნის დედა, ანუ თავარი. ბერძი. მიშა? შვილაც. მაგისია სცენარი 85%. კი ბატონო. აი არის ძალიან სახალისოა. ნუ რა თქმა უნდა სიტუაციური ჰუმორი ყველაფერი იქ ძალიან კარგად მახსოვს რა მოკლედ. მე კინოში ნახე ეგ პირველიც და მეორეც. და ძალიან კარგად დამახსოვდა. იმიტომ ვადარებ, ეხლა ამიტომ რომ დღევანდელი კომედიები აღარ ჩანს. აი სიმ გვალვა მაგ მხრივ. აი მივადექით ესე სუბუქად და კონკრეტულად თქვენ თემასაც რა, ანუ არ ჩანს გამომდინარე იქიდან რომ არავინ არ აკეთებს იმ ფორმულის მიხედვით, რაც აპრობირებული არის დედამიწაზე უკვე. ყველა ვინც კი აკეთებს ფილმს, იღებს ფილმს, უკვე ჩაუჯდები თუ არა 15 წუთში ხვდები რომ ეს ზის თუ არა, თუ ეს არის საავტორო კინო და ის რა ონკანის წვეთი უნდა იყოს 15 წუთი. და მე იქიდან გამოვიდეს პირ გაუპარსავი ბიჭი და დედა მოკლას და ანუ ეგეთი ფილმი თუ არ არის სტრუქტურულად ყველა ფილმი არტ-ჰაუს არ დავცინივარ ძალიან მომწონს, მაგრამ ანუ მაგას სპეციალური ჩაჯდომა ჭირდება რომ და რა თქმა უნდა კაი ხასიათზე უნდა იყო და მომზადებული გაიგო მე ფილმი. ბოლოს რაზე იყო? ხო ძირითადად ეგრეა. კი, არა მარტო რა დაიკარგავო? GPS თვითრინავიდან დამირეკეს თუ რა ხდება? თვითრინავის რეჟიმზე, მაგრამ რა შუაშია GPS-ი? შენ როდის მიხვდი რომ უნდა გესწავლა სცენარის წერა? აი რატომ მიიღე გადაწყვეტილება და მომენტ რა მიიღე აი როცა როდესაც გადავწყვიტეთ უკვე ამ თემის საფუძვლიანად კომერციალიზაცია და კინოსი. ხო, ანუ კინოს სცენარის მიმართულება კონკრეტულად უფრო. იმიტომ რომ რაღაცა სკილები თურმე მე როგორც აღმოჩნდა ამ თემაშიც გვაქვს. იოლად საქმის კეთების გამო გადავწყვიტე, ენთუზიასტი ბიჭები ვიღაცები იყო, ვისაც გინდათ მეთქი.
რას ნიშნავს იოლად საქმე? არა სიზარმაცის გამო, არამედ იმ უნარების გამოყენებით ხო, ანუ არსებობს ხო ხა ფორმულა, რომელშიც რაღაცა შენ კრეატივს თუ ჩასვამ, ის კრეატივი შენი ხდება, ანუ თუ არის მაგალითად ეს ბოთლი ხდება რაღაცა უბანი. თუ არის უბანი ხდება პლანეტა, თუ არის პლანეტა ხდება სამყარო და ანუ რაღაცა ტექნიკურად შეიძლება მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ არა, სინამდვილეში იმაზე რომ ეს ფორმულა შექმნილიყო ადამიანებს წლობით ნაშრომი აქვს და მე კარგი იქნეს რომ ეს სახელმძღვანელო წიგნად ან ვიდეოთ აქციას ლექციად და იქ გიყვება ამ ყველაფერს თუ ვიღაც არის მოიგონებს რაღაცას და ეს მარტო მე მინდა გაიხედ გამოიხედ არავინ გაიგოს და თავისთვის არის ბედნიერი ხალხი რომლებიც ეგეთ ცოდნას აშიარებს მე ყველაზე მაგრად მიყვარს იმიტომ რომ სამყაროს პროგრესს ქმნიან მაგით. ეხლა ჩვენ არსებები ვართ ისეთი ამბების მოსმენა და გვიყვარს ანუ ნებისმიერი საუბარი ხო ამბის მოსმენა არის. ჩვენ ეგეთი არსებები ვართ. კი ბატონო. ძალიან გენეტიკაში არის ჩვენთან, ანუ დნმ-ში არის ეს ამბების თხრობაც მოსმენაც, ანუ სამყაროს ესე უყურებთ, რომ ამბავი მიმდინარეობს. მაგასაც როცა უკვე ქმნი შენ რაღაცას აი ერთი ის მინდა აი ფორმულას არ ვეძახი მე აი თვითონ ამ სტრუქტურას ფორმას უფრო ვეძახი ვიდრე ფორმულას ანუ თხრობას აქვს თავისი ფორმა და შეიძლება მე შეენებურად ისქნა რა ცოტა გამოძერწო მიუხვიო მოუხვიო როგორც გინდა ფორმულა უკვე იმას ნიშნავს რომ აი ესე თუ გააკეთებ ესე გამოვა და არ არის ეგრე კი რაღაცა საფეხურებს მიყვები მაგრამ შენ ვალდებული ხარ რომ იქ შენი კრეატივი ჩადო შენი რაღაც ჩამატო ასე შემდეგ ანუ ეს არ დავარქვა ცოდნა არის ეს რაღაცა წესების ცოდნა, რომელშიც მე გეხმარება შენი კრეატივი, რომ გახადო ჩვეულებრივი სტორი გენიალურად. ან დაარღვიო ის რაღაცეები, რაც არსებობს. აი ისე გახადო ორიგინალური. ბუნებრივია, ძალიან გავს საერთოდ იუმორს ეგ თემა რა. იუმორს აქვს ფორმულები, არაერთი. გამომდინარე იქიდან რომ ეხლა ვინც როგორ გაიხუმრებს, მე უკვე ვიცი რომელი ფორმულით გაიხუმრა. შეიძლება 1-2 ფორმულა თუ ანუ ყველაზე ადვილი და გავრცელებული ეხლა იუმორის ფორმულა არის ან ვიღაც პაროდირება, რომელიც რატომღაც არც ერთ ეპოქაში ჩემი იუმორთან ურთიერთობის არ მომწონდა და არც მომწონს. პაროდირება რა არის ასაც კი არის რაღაცა მომენტი რომ ძალიან გავს მაგრამ სასაცილოობა რა არის იმაში რომ ადამიანი მეორე ადამიანის მიმიკას ის არა ქვია ლექსიკას იმეორებს და ტემბრიც ემთხვევა და რაღაც ვერ ვიცინი მაგით ანუ ეგეთი უნარი თუთი ყურსაც აქვს რომ რაღაცა იმას იზამ ისიც იმას იზამს რა ერთ-ერთი ეგ არის ანუ უტრირება რაღაცის ანუ როგორც ძალიან დავიღალე და რომ დავიძინე 800 საათი მეძინა ანუ ეგეთი რაღაცის გაბუქვა ბევრნაირი მიმართულებები აქვს და ფორმულა ძირითად იუმორის რომელსაც მართლა შეიძლება ფორმულა დაერქვას არის რომ მოძებნო ორ რაღაცა შორის ისეთი არაორდინალური კავშირი უცნაური კავშირი რომელიც აი ამ ემოციას იწვევს რომ სად მიაგნო აქედან აქამდე როგორ მივიდა ანუ ეგ არის სასაცილო აი რაღაც მხრივ აი სცენის სტრუქტურა რო არის აი ვიცი თუ გახსოვს მაგრამ არის სცენას ყავს გმირს რაღაცა უნდა ცდილობს მიიღოს ის რაც უნდა და გზაზე დაბრკოლებები ხვდება მზარდი რომელიც ცდილობს გადალახოს და ბოლოში ღებულობს რაც უნდა და იმის საპირისპიროს ან უფრო მეც ან ორივეს ერთად მაგრამ აი საპირისპიროს მიღებაში კი შეიძლება ძალიან დრამატული მომენტი იყოს სცენაში და შეიძლება საშიშიც იყოს მაგრამ თითქოს აი ზუსტად ეს ფორმულა იუმორზეც კარგად ერგება რომ რაღაცა უნდა შეიძლება აი იმის აპირისპირო რაღაცას იღებს რომ ვახ ეს საიდან მოვიდა საერთოდ იმ განსხვავებით რომ იუმორის ფორმულაში არის რომ საპირისპირო კი არა უცნაური ყველაზე უცნაური და
აბსურდული, ანუ ეგ აბსურდული იუმორის მიმართულება ცალკე. ყველაზე არაპროგნოზირებადი კავშირი ორ რაღაცას შორის. აი ეგ არის იუმორი.